ტენდენცია შენელების ექსპორტის რუსულ და უკრაინულ ბაზარზე ძირითადად ალკოჰოლური სასმელების და წყლის უფრო ალკოჰოლურ სასმელებში ჩანს იმის გამო, რომ ჩვენს მწარმოებლებს რისკები გაეზარდათ რუბლის ასეთი დევალვაციის გამო და ამ რისკებიდან თავის დაძღვევაში, ანუ აქ რა თქმა უნდა ჩანს, რომ შეიძლება მათ მაჩვენებლებზე, ექსპორტის მაჩვენებლებზე ამ ორ ქვეყანაში განსაკუთრებით ეს შემცირდეს. თუმცა პარალელურად მწარმოებლები სხვა ბაზრების ათვისების კუთხით მუშაობენ აქტიურად და ამ თვალსაზრისით თანსოფლმეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო საკმაოდ აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. პროცესში მე ვფიქრობ შეიძლება გამოჩნდეს ახალი კომპონენტები, მას შემდეგ რაც Forbes-მა მაგალითად ილაპარაკა იმის თაობაზე, რომ რომელიმე სასმელი უნდა გასინჯო 2015-ში უნდა გასინჯო ქართული ღვინო და ეს ლაპარაკი იყო ალავერდის სამონასტრო ღვინოზე, ზოგადად ეს ცნობადობის ამაღლებას ხელს უწყობს. თუ გავითვალისწინებთ ასევე, რომ კახეთი იმ ათეულში დასახელდა, რომელიც ტურისტმა უნდა ნახოს, ამას კიდევ დაუმატებთ რაიმე ისეთ აქტივობებს, რომელსაც მეტიროდა ძველი ტურიზმის ეროვნული სააგენტო და საქართველოს მთავრობიდან, იცი რა არის, შეიძლება სურათი შეიცვალოს და არ ვიყოთ მხოლოდ იმ არამდგრად ბაზარზე დამოკიდებული, როგორც რუსული ბაზარია. ეს ხო ჩვენთვის სიახლე არ არის. ეს ხო არ არის ჩვენთვის სიურპრიზი ისეთი, ყოველთვის ვამბობდით და ეხლაც ვამბობთ ჩვენ, რომ ამ მიმართულებით ბაზარი ომიც რო არ იყოს, რუსეთ-უკრაინის ასეთი ურთიერთობებიც რო არ იყოს და უფრო მეტი საფრთხეებიც კი ჩნდება ზოგადად მსოფლიოში, მიუხედავად ამისა, სულ ვამბობდით, რომ ეს ბაზარი არის არასტაბილური და შესაძლებელია პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე მიღებული იქნას ესეთი ტიპის გადაწყვეტილებები, რომ ერთ დღესაც ბაზარი ჩაიკეტოს საერთოდ. ასეთი მწარე გამოცდილება რუსეთთან ურთიერთობაში აქვს უკრაინას, ბელორუსიას, საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთს, ევროპას ეხლა გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე. თავიდან ბოლომდე ეს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით არ იმართება ეს პროცესები, იმიტომ რომ დიდი ცილი აქურევია ხოლმე პოლიტიკის. ამიტომ პროგნოზირების დროს ბუნებრივია უნდა გავითვალისწინოთ ის პოზიტიური შესაძლებლობებიც, რომელიც ჩვენს ქვეყანას უჩნდება და ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან ინიციატივებს. კომპანიები უკვე თავს იკავებენ გადათვლითონ საკუთარი პროდუქტები რუსეთში, ზუსტად იმის გამო, რომ რუბლი უფასურდება ისეთი ტემპებით, რომ არავის არ უნდა ზარალზე წავიდეს, ურთიერთობრივი sakonneli დარჩეს გასაყიდი და გასაღები სხვა ბაზარი მოძებნოს. ხო, ისე რომ ეს ახალი ამბავი არ არის ჩემთვის. რამდენად მოხერხდება ამისი ჩანაცვლება, რთული სათქმელია. მაგალითად, იგივე ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით დღეს 63%-მდე 60-63% ეკავა რუსულ ბაზარს 2014-ში გასულ წელს. თუმცა 2005-ში იყო გაცილებით მეტი, 90% იყო. ანუ დივერსიფიცირების პროცესი მიდის. მე ვფიქრობ, რომ ასე სწრაფად შეიძლება გაჭირდეს სრული მოცულობით ჩანაცვლება, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო ხელი უნდა ჩამოუშვათ. პირიქით, უნდა გავაგრძელოთ პროაქტიურად დივერსიფიცირება